ხმაურიანი და ხალხმრავალი აქცია იყო 2 დღის წინ, სადაც თქვენი კოალიცია ჩართული იყო ორგანიზების ნაწილში. მოულოდნელად ხალხმრავალიც კი შეიძლება და სასიამოვნოდ ბევრისათვის, ვიღაცებისთვის შეიძლება უსიამოვნოდ. უბრალოდ მოდი ახლა ვილაპარაკოთ შემდგომ ეტაპებზე რა არის, ხო? აი თითქოს თავი პრეტენზია თქვენს ხედვასთან პროტესტის არის ის, რომ აი ახლა აქციებს კი ვატარებთ, მაგრამ ხელისუფლება ამით ხო არ იცვლება და რა აკლდება რეჟიმს. ამიტომ ამის საპირისპირო კონცეფციურად აი თქვენი ამ აქციის არის 4 ოქტომბერი, აი უნდა დავამთავროთ, რაღაცა უნდა ვქნათ. და მოდი ამ ნაწილზე რომ ვილაპარაკოთ, აი თქვენ როგორ ხედავთ მომავალ კვირებს მაშინ? მოგესალმები პირველ რიგში. ჩვენი ხედვა არის პირდაპირ მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს ამ რეჟიმის ჩამოშლა და ჩამოშლის გზით მოვახდინოთ ცვლილება, ანუ მივიდეთ ცვლილებამდე. ახლა რას გულისხმობ ამ ჩამოშლაში? ჩვენი მიზანია და ჩვენი მოქმედებები მიმართულია იქით, რომ მოხდეს მუდმივი წინააღმდეგობა და წინააღმდეგობის მხოლოდ გაზრდა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ზაფხულში ეს იყო 8 პარტიის მიერ ორგანიზებული გუშინდელი გუშინწინდელი 13-ის აქცია იყო 8 პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია და ასეთივე აქცია ჩვენ გავაკეთეთ ზაფხულში, როდესაც ასევე საკმაოდ ხალხმრავალი აქცია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის პერიოდი იყო და ხალხი გასული იყო და პლუს ამას ძალიან ბევრი აქტორი ფიქრობდა იმას, რომ აი პროტესტი ნელ-ნელა კვდება. ამის შემდგომ უკვე 13-ში, როდესაც დაიცავი უვიზო, ასე ერქვა ამ აქციას, დავინახეთ ჩვენ ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენ კიდევ გვექნება ერთი აქცია უკვე ჩვენი კოალიცია დაანონსებს ამ აქციასაც, რომელიც კიდევ უფრო ხალხმრავალს გახდის. გარდა ამისა, ჩვენ მუშაობთ იმაზე, რომ რეგიონებში ყველა მიმართულებით გაჩნდეს ის გაძლიერდეს უფრო სწორედ საპროტესტო კერები. საერთო ჯამში ჩვენ რას ვხედავთ, ხო, მოცემულობას ვხედავთ, რომ შიდა პროტესტი ძლიერდება. და ამისი თანამონაწილეები, რა თქმა უნდა, ვართ ჩვენ და ასევე ძლიერდება გარეწნეხი. ეხლა გარეწნეხთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, არაერთი დეზინფორმაცია გაავრცელა ქართული ოცნების პრემიერმა, მაგალითად მეგობარ აქტთან დაკავშირებით და აქ ძალიან ცალსახად ჩვენი მაყურებლისთვის უნდა ითქვას, რომ მეგობარი აქტის განხილვა კი არ გაჩერდა. იქ ხდება განხილვა დაჩქარებული წესით და პროცედურების გავლით, ხო? დაჩქარებული წესით ვეღარ მოხდება მეგობარი აქტის განხილვა, თუმცა დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, მეგობარი აქტი იქნება განხილული და ის მსვლელობაშია და არ მომხდარა მისი, ასე ვთქვათ, დღის წესრიგიდან მოხსნა. პირიქით, ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს მას თანაც ორპარტიული. ასევე აქეთ გადმოვიდეთ ბრიტანეთი ემზადება სანქციებისთვის. სანქციები მოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ხომ? ეს არის სწორედ ჩვენი თანმიმდევრული მუშაობის შედეგი, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ქართულ ოცნებას არ აღიარებს არავინ. არ აღიარებს არავინ. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მისი ავტორიტარი პარტნიორების გარდა, რომლებიც თავად მასვე აღარ სცემენ პატივს. ხო, აი ნახეთ ჩინეთის მაგალითი რომ გავიხსენოთ თუნდაც, სადაც ჩინეთისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ქართული ოცნება არ იქნა მიწვეული, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ არც თავისი ავტორიტარი მეგობრები და პარტნიორები არ აღიარებენ მას და არ სცემენ პატივს და ნუ გარდა ამისა, ისტორიულადაც ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუციაში ამ ქვეყნებს სამწუხაროდ მხარი არ დაუჭერიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ჩვენი დევნილი ხალხის მხარდასაჭერად, ასე ვთქვათ, არ გადაუდგამთ არც ერთი ნაბიჯი, განსხვავებით ჩვენი პარტნიორებისგან. გარდა ამისა, ქართულ ოცნებას მოუკვდა თემა ომის პროპაგანდასთან დაკავშირებით, ხომ? იმიტომ რომ სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით ჩვენ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მთელი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით როგორ იბრძვიან იმისთვის, რომ შეაჩერონ რუსეთის ტირანია, შეაჩერონ ომი უკრაინაში, ხო, პირიქით, მშვიდობისთვის იბრძვიან და როგორ შეიძლება აქტორები, რომლებიც იბრძვიან, მსოფლიო ლიდერები იბრძვიან მშვიდობისთვის, მათ მოახდინონ, ასე ვთქვათ, ომში ჩართვა რომელიმე ქვეყნის, ან თუნდაც ავიღოთ მოლდოვას მაგალითი, როდესაც ის საკმაოდ წინ მიიწევს ევროკავშირთან ურთიერთობაში და ამ დროს მას არავინ ჩაურთავს ეს ქვეყანა ომში, ხო? და აგერ გვაქვს სულ ახალი პოლონეთის მაგალითი, რომელიც წევრია საერთოდ ევროკავშირის და აი ნატომ და ასევე ნატოსი და ნატომ ამოქმედა ყველაფერი კარგი, მარიკა, მოდი ქვეყნის შიგნით რაც ხდება იმაზე ვილაპარაკოთ, ხო? ანუ ამ ყველაფერმა როგორ უნდა მიიყვანოს ოცნება ფინალამდე, როგორ უნდა დასრულდეს ოცნება თქვენი კონცეფციით, რომ ეს უნდა იყოს ესეთი ბევრი აქციით, რაღაცა კრიზისის შენარჩუნებით, როგორ უნდა განვითარდეს პროცესი, ამას ადამიანები ვერ ხედავენ და ამიტომ მოდი თუ გაქვთ თქვენ ეს ხედვა, აღუწერეთ.
კი, რა თქმა უნდა, გვაქვს რომ არ გქონდეს აქეთკენ არ წავიდოდით არც ერთ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ აღვნიშნა, უნდა მოხდეს ხელისუფლების ჩამოშლა, მრავალრიცხოვანი აქციებით, არაღიარებით, ყველგან წინააღმდეგობით და ლეგიტიმაციის არ მიცემით. მათ შორის ეს არის აი საარჩევნო ნაწილს მინდა ეგრეთ წოდებულ საარჩევნო ნაწილს რეალურად რუსულ სპეცოპერაციას მინდა შევეხო და აქ აღვნიშნო, რომ 18 სექტემბრამდე ლელოს ჯერ კიდევ აქვს ვადა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაეხსნას ამ აბსურდულ პროცესს, იმიტომ რომ 18 სექტემბრამდე არის დრო, როდესაც შეიძლება დარეგისტრირებული კანდიდატების მოხსნა როგორც მაჟორიტარების, ასევე მერების ნაწილში და თუ კი ეს კანდიდატების მოხსნა მოხდება, ბუნებრივია მოხდება მისი არ მონაწილეობაც ამ პროცესში, ამ აბსურდულ პროცესში და ჯერ კიდევ აქვს ამის შესაძლებლობა. სურვილი სამწუხაროდ არ ჩანს, თუმცა იმედი მაინც არის, რომ ეს ძალა შეძლებს ხალხთან დაბრუნებას და ხალხის დაჯერებას და ხო, აი ამას ვაგრძელებთ ჩვენ. ეხლა 4-თან დაკავშირებითაც გაქვთ ალბათ შეკითხვა სად ვართ, ხო? ჩვენ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეს კითხვა. ჩვენ არ ვართ ორგანიზატორები ამ აქციის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ აქციაზე არ ვიქნებით. ჩვენ ვართ ყველგან, სადაც არის აქცია, სადაც არის წინააღმდეგობა და სადაც დგას ჩვენი ხალხი, ქართველი ხალხი, ხომ? რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. შესაბამისად, 4 ოქტომბერსაც და შემდგომაც ჩვენ ვიქნებით ხალხთან ერთად და ვიქნებით აქციებზე მათ შორის, მაგრამ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, ამიტომ ჩვენთვის უცნობია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები დაუშვათ ამ აქციაზე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სრული შემადგენლობით თითქმის პარტია ახალი და კოალიცია ცვლილები. შემდეგი აქციის თარიღი ხო არ გადაგიტყვეთ, აი თქვენს კონტექსტში, აი თქვენ როგორ წარმოვიდგენთ პროცესს 4 ოქტომბრამდე იქნება რამე ასეთი აქცია? კი, სექტემბერში იქნება ისევ ერთი აქცია, თარიღის დასახელების გალამწუთას თავ შევიკავებთ, რომ მოხდება მისი დასახელება და წარდგენა ჩვენი მოსახლეობისთვის. აი ეს წინააღმდეგობები რაც შეიძლება მეტი, იმიტომ რომ ეს ახდენს ასე ვთქვათ ჩამოშლის გზაზე მიყავს ქართული ოცნება ამ ყველაფერს და თან რაც მთავარია, თუნდაც 4-ში, როდესაც შეიძლება არ დასრულდეს ისე როგორც ძალიან დიდ ნაწილს საქართველოს მოსახლეობისას აქვს მოლოდინი, როდესაც დაინახავს ეს რეჟიმი, რომ 5-ში, 6-ში ისევ ჩვენ დგავართ ერთად და ვართ ბევრნი, ნამდვილად ისედაც ჩამოშლისკენ მიდის და კიდევ უფრო მეტად აღმოჩნდება. მარიკა, უნდა გითხოთ აუცილებლად, ჩვენ ახლა დილიდან ველოდებით ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა მოხდება. ხო, ელენეს ბრალი წაუყენეს და ეს იქნება ბოლო შეკითხვა. რას ელოდებით ელენესთან დაკავშირებით მათ შორის და ახლა თქვენი კოალიციის ლიდერია და შესაბამისად უნდა პოლიტიკური შეფასება გთხოვოთ, რაც მოხდა გუშინ ელენემ რუსული ოცნებაო წარწერა გააკეთა კალაძის ბანერზე და იგივე მუხლით აღძრეს საქმე, რაც მეგიზი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და თქვენი ეთერიდან ასევე მოვიკითხო ჩვენი ლიდერები, რომლებიც უკვე არიან სრულიად უკანონოდ დატყვევებული, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაგირჩი ჯაფარიძე და რა თქმა უნდა რუსულ რეჟიმს აქვს წელობა ასევე ყველა სხვა, ყველა უკანონო პატიმარი არის ჩვენისა და ტკივილი და ჩვენი დასახსნელია. პოლიტიკოსი იქნება ეს თუ სინდისის პატიმარი იქნება, ნამდვილად არც ერთი ადამიანი არც ერთ წუთს არ უნდა ატარებდეს საპატიმროში სრულიად უკანონოდ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეძლოთ დემოკრატიულ ჩარჩოში დაბრუნება. რაც შეეხება ელენეს საკითხს, კომიკურები ხდებიან უკვე ამის თქმა მინდა ქართული ოცნება, იმიტომ რომ ტიტუშკებზე დაფუძნებული მერი თუ მერის კანდიდატი ბედავს და რაღაცა საჩივრებით შედის საგამოძიებო ორგანოებში ისეთი ტიპის ქმედებებზე, რომელიც საერთოდ არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ანუ ჩვენ რო ვიყოთ ახლა სამართლებრივ მოცემულობაში, არც მეგი დიასამიძის დაკავება უნდა მომხდარიყო, მით უმეტეს იმხელა სპეცოპერაციით და იმხელა მოქმედებებით, რაც განხორციელდა და რა თქმა უნდა, არც ელენეს მიმართ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოხდეს მისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ ჩვენ გასული ვართ სამართლებრივი ჩარჩოდან და ჩვენი მიზანი სწორედ არის ეს, რომ დავბრუნდეთ და აუცილებლად მოვახდენთ აქ დაბრუნებას. მადლობა ძალიან დიდი. მარიკა არევაძე იყო ჩვენთან ერთად კოალიციის ცვლილებების წარმომადგენელი.